ჩემი სპორტული შერვალი ჩან. ჩემი შლოპაცები ჩანს. მოგესალმებით მეგობრებო, წინა ვიდეოს აჟიოტაჟი მოყვა, 5000 ნახვა ქონდა, 1000 გამომწერამდე ავედი. და ეს ჩემი დამსახურებაა, ჩემი მეგობრებო და და შესაბამისად ირაკლი ისევ ჩვენთან ერთად არის, თქვენი დაჟინებული მოთხოვნით. ამ ვიდეოს მე ეს თქვა. შემპირ შაქარი. დიახ. დღეს ბევრი შაქარი იქნება, ბევრი სიმჭავე და ბევრი კიდე რა. მეგობრებო, დღეს ოიმე რა ტოყვირი. ბასილოს. ჩავით პარუნეთ. დღეს რას ვიღებთ? ზიერო. დღეს გვექნება YouTube News-ები. ამაზე ისევ ჩვენთან ერთად არის და გაუძღვება ამ საღამოს. ხელები გაათავისუფლეთ ერთმანეთისგან. თუ შეიძლება. ალბათ გაინტერესებთ ეს ყვაწვილი ვინ არის, ეს არის ჩემი პროდიუსერი, თამაზად შეყვარებული. სიგა გოგონა რო ხარ. ეს უნდა შევამოწმოთ, მართლა არსებობს თუ არა მიმსგავსებული გემოები, აბა რას გულისხმობ ახლა? ორი პროდუქტის ერთად გასიჯვით უნდა მივიღოთ ერთი სრულიად სხვა პროდუქტის გემო. მე დიდად არ მჯერა ამისი, ამიტომ უნდა შევამოწმო. მეტი არ მინდა ვინმე მატყუებდეს. დავიწყოთ პირველი გემო. ესე გაჩნდა ლიმონი და დაიჭირე. ესე თულებინები. ლაშა გელაშვილის იმეთი ჩავატარე ფაქტიურად. პირველი გემო არის ლიმონი და დარიჩინი და უნდა მივიღოთ კოკა-კოლის გემო, ხო? როგორც მახსოვს. აბა ვნახოთ ამ კოკა-კოლას თუ ემსგავსება ეს. კინეცვალე. ნუ შეჭამო ხო აბა? უნდა გავწუთო. ჩაკენას მოჭამო. არ ვიცი როგორც კი. ჯერ ბილო ბიჭავე თუ არ წავიღო კოკა-კოლის გემო გადადი. ჯერ მწარე ჭამო კოკა-კოლი. მე გადადი ქერქზე. უეძებ გემონებას. დავიდა. ბოდიჩი და ეს რა არის? მართლა რა არის? რა არის? ლიმონს პატივცემ და დარიჩინსაც პატივცემ. ერთადაც პატივცემ, მაგრამ არანაირი კავშირი არ აქვს კოკა-კოლასთან. არა, საერთოდ ვაფშე არანაირი მიუსგავსებული გემოც კი არ არის. ხო, იქნებ მოდი ნამდვილი კოკა-კოლა დავლიათ, დუბლი მეორე. ჩვენ ახლა ვსინჯობთ ავოკადოს და ბანანს ერთად და უნდა იყოს ნაყინის გემო. არ ვიცი გუჯანი. შენ გუჯანი ერთად ნაყინიც ერთად. ერთად. ცუდი არ არის. იცი რა, ნაყინის გემო არ აქვს, მაგრამ კაია, დამევაზო. ნაყინის გემო არ აქვს, მაგრამ ისეთია, კაია. ავოკადო და ბანანი და კაი ყოფილა. ნამდვილად. რაღაცა იმაში. ფრეში წამოიღო. მაგრამ ნაყინი არ არის. ნაყინი არ არის, მაგრამ პეროს უფრაზე გამოდგება იაფიანში. ის გემოები ვერ მივიღოთ, მაგრამ რაღაცა აღმოჩენებს ვაკეთებ და ეს ბანანი და ავოკადო მე აუცილებლად ყოველ დილას შევჭამ. What? შემდეგი გემო არის ჩიპსი პლუს პომიდორი უდრის პიცას. ლოგიკას ხედავ ამ პროცესში. ცოტაკი. მარგარიტას გემო აქვს. ქართული პიცის გემო მაინუზი როგზევიდან კარგად მოწებული. აუ ესეც ძალიან მომეტონა. ამას შუა დღეს არ შევჭამო. მე გადავიყვანდი ამას შემდეგ ტურში. ბოდონა მაინც რო ხონდეს მე ვიტყვი რომ გააქვს გემო. ეხლა ვსინჯობთ ბანანი პლუს ლიმონი და უნდა მივიღოთ ანანასის გემო. თული გზები მოყვა. რაღაცა ოდნავ შეიძლება. აი 900 იქით. მე ვიტყვი რომ ეს კომბინაცია, ამ კომბინაციამ გაამართლა ჩემი აზრით. მაგრამ ნუ პირდაპირ ანანასი რო შეიძინოთ და იყვებოთ, ინტერესი. შემდეგი პომიდორი პლუს ჯინჯერი უდრის ციცაკა, ანუ ციცაკის გემო უნდა მივიღოთ ამ კომბინაციით. ვაიმე ძალიან წარია. 100%-ით ციცაკა. მართლა ოღონდ. ციცაკა არა, დამწარია. წარია, მაგრამ ციცაკის გემოც იყო. მართლა ციცაკა იყო 100%-ით. ჯინჯერი ხო ცხარია, მაგრამ პომიდორი დაემატა, მართლა მეგონა რომ ციცაკა იყო. არა, ციცაკის გემო არ ქონდა რა. ნამდვილად არ ქონდა, ანუ კომბინაციას მე ვიტყვი რომ სიმართლეა. შენ ყველაზე მეტად, ანუ თორებაში გაგისინჯოს რაიმე უცნაური კომბოები, რაც მოგწონებია. აი რა, ჩემ პროდიუსერმა ვკითხა და გავაჟღერე. მაგალითად მე მიყვარს მაკდონალდსის ფრი და ნაყინი, მაგრამ ეს ყველას უყვარს კლასიკა უკვე. არა, თონის პური და ნაყინი არ გამიზინჯოს. თონის პური და ის რა ქონდა, საზამთრო. ო, თონის პურის საზამთრო და ყველი. Out of the world. და კიდე კახუშოთან ერთად ყურძენი. ყურძენი და ყველი ხდება. აი ძალიან კარგია.
მაწონი, ხაჭო და აჯიკა. აი მე მაგალითად კიდე- ხაჭოზე გამახსენა ხაჭო არაჟანი და მოხუცული კვერცხები ჩარები. ნესვი და ის აჯიკა რო ჭამენ მეგრელები. მე მარილი ძალიან მიყვარს მარილის კომბინაციები და რუბალი და მარილი. მე მინდა გადავიღო ვიდეო, სადაც იქნება ხინკალი და უცნაური соуსები და შენც იქნები იქ და დაგსჭი. ხინკალი არის წმინდა რაღაცა. გავიგე ჩემთვისაც. ნურავი. ხინკლის ქანდაკება ჩავეთ. ცნობილი ქართული ხინკლოლოგი, და ირაკლი ჩვენთან ერთად ცნობილი ქართველი ხინკლოლოგი. ველოდები ამ გადაცემაში როდის მაჭმევთ ხინკალს. როდის ვაჭმევთ ირაკლის ხინკალს, დაწერთ კომენტარებში, როდის კიდათ რომ ჭამოს ხინკალი თქვენთან ერთად. ხა ნუ ახლა კაი, ესე იგი, კიტრით და მარშმელოუს გემოთ უნდა მივიღოთ კოკაკოლის გემო ისევ და ისევ. აბა, ეს თუ გავამართლებ. აბა გაგვიმოდის. კაი, ცალებ და ხუჭოთ და ისე გავსინჯოთ. რო ამიცეს. მინდა რომ 1% მაინც დავიჭირო. ბიჭო, არ არის ცუდი კომბინაცია ის საჭმელად. მართლა. ისე რაც უჭამეთ, ყველაფერი დააკაიღო. ცუდი არ არის რა. არ მოგეწონა? ანუ არ უნდა ჭამოთ ეს კომბინაცია, მაგრამ თუ მარტო ეს ორი რამე გაქვს საკვები, ცალ-ცალკე ჭამოს. ჯობი ერთად ჭამოთ. ერთად რომ მივიღოთ, კი კარგი იქნება. არა, ანუ კოკაკოლა არ არის. არ არ არის არის, 1%. მე მინდა რომ 1% მაინც დავიჭირო ხოლმე. კოკაკოლა არის ეს. კოკაკოლას ვინე შემოყავს ხინკლის. მე ვაპირებ ხინკლის წვენის გამოშვებას. ეგ არის ჩემი იდეა, რომ ხინკლის წვენი შოუთ გამოუშვათ მაღაზიებში გავყიდოთ. ამ ენერგეტიკულების გამოშვებას. გამოუშვით ეს ხინკლის წვენი რა. ჩასო YouTube-ზე. თუ ზეუდა გავიტელე. რექს ლაპარაკობ YouTube-ზე, შეუზრდელო. მე, კიდე მე. ანუ რამე გემრიელი მაჭა. ანუ ერთი წამი მაგამდე ხო გაჭამე გამოძახებული შაურმა მეტი რა გინდა. ესე იგი მეგობრებო, ჩვენ უნდა მივიღოთ ახლა ბეკონის გემო, სოიოთი და ბანანით. ეხლა ნახე, გონია რომ ქიმიკოსი ვარ და რაღაცა რეაქციის შევა და დაგვევა. აუ ეს ცოტა მაშინებს რაღაცა სოიო და ბანანი არ. იცი რა არის? მე მაქვს ვეგეტარიანული ბეკონი ნაჭამი. და ვეგეტარიანული ბეკონის გემო აქვს. მაგრამ ბეკონის გემო არ აქვს, იმიტომ რომ თვითონ ვეგეტარიანულ ბეკონსაც არ აქვს ბეკონის გემო. იმიტომ რომ სოიოს განკეთდება ალბათ და მაგიტოა. ვეგეტარიანული ბეკონის გემო აქვს, მაგრამ მე ამას არასდროს აღარ გავსინჯავ, არასდროს. საშინელებაა. ბეკონზე გაჩერება არ შეიძლება შემდეგი. ტომატიტი გამიჩნდა. ტომატიტი კი არა, ეს თითინეულო ყება. ბავშვებს რომ დაუგდები ხოლმე სათამაშო. დავიგდე ხავა ცხოთ. ფინიკი და მიწის თხილი უნდა ასოცირდებოდეს ჩვენთან სნიკერსის გემოსთან, მაგრამ trust me it's not. ანუ ადრე ალბათ არ დავკვირვებულ ვარ და მართლა. მე სნიკერსია, მამლა სნიკერსია. წაიდნენ სწორედ. მე 100%. მართლა სნიკერსია. სწორი ყვებით რო შეგიძლიათ მიირთვათ სნიკერსი. ხარ დავიბანო. ჩემი ხელების სისუფთავეს მთხოვს. ეს პირანი კარგად ჩაგიწოთ. დაბლა ის. თქვენც გიხდებათ ჩემი პირანგი ნამდვილად. და თამაზის მაისური ხო? ყველა მათხოვარი ჩემთან როგორ უნდა დადიოდეს. ეს ამოდან დაგვიდე. როგორი ამბიციურია თუ დაგიპატაო და გადმოავალიო რა. იგივე შემოვებით ხარ. ადამპალი ხარ. მიკეთე. მაპატიე თხრა მეკუბრებო. თამას მაპატიე. არა შუბი შეიძლება. დავსინჯავთ? მასწავლებლო, ვასკაკუტო ხოი. ჩოლაჯი ჩოჩკლილაბია. ხო. ესე იგი, კიტრი და თაფლი ვიღებთ საზამთროს გემოს. აუ, საზამთრო და თაფლი იცი როგორ ხდება, მეგობრებო, ერთმანეთს, აი, საოცრება ზაფხულში აუცილებლად გასინჯეთ საზამთრო და თაფლი. ძალიან კაი რამეა. მაგრამ ძალიან ოდნავ აქვს საზამთროს გემო. აი, ცოტა დაბლა ნაწილში რომ ყვახე საზამთროა ხოლმე, იმის გემო აქვს. ხო, იცი რა მოაცლი. ამიტომ მე მივცემდი ამ კომბინაციას არსებობის საშუალებას, რომ ეს საზამთროდ მოვეწონოთ და გავაზავოთ. იმის მე შენ თუ თაფლზე ალერგია გაქვს, გასინჯე შაქრით და მაინტერესებს მიიღებ თუ არა საზამთროს გემოს. აბა და სიკვდილო ნომრებს ვასწავლებ.
ვისაც ვიყავ საზომშობის ბოლოში რო შემა. ო, ეგა ზუსტად, თაფუსეც ეგ იყო. ეს არის შენი შესაფასებელი, იმიტომ რომ ეს არის ლუდის გემო. ეხლა უნდა მივიღოთ ლუდის გემო ხახვით და თაფლით მე და შენ შაქრით თუ მიიღებ. ან მეშინია. თლიანო ჭიჭამა, ხოში გამომივიდა. ორთქლი. ლუდთან არანაირი გავლა არ აქვს, მაგრამ ხახვით თაფლით ზაკაი აღმოჩნდა. გული მეეო. სამწუდია. ამას შევჭამ ხოლმე საღამოყო. არა, მეორე თაღარ შევჭამ ნამდვილად. არა. ეს არის ბოლო კომბინაცია, ეს არის მარწყვი და შაქარი, რომელსაც უნდა მივიღოთ არა. პომიდორი და შაქარი, რომელსაც უნდა მივიღოთ მარწყვის კომბინაცია. ამერია რა, შესაკრებთა გადაწყდება დროს. ეს რაღაცა მგონია რომ ექნება გემო, იცი? საფხური ვარ და კაი პომიდორს ესე კარგად მარილს რომ. აუ ხო, და არა შაქარი. ის ხახვი რომ ისე ცალკე ჭამეთის ხახვსაც რომ პომიდორსაც რომ პომიდორის გემო აქვს. პომიდორსაც რომ პომიდორის გემო აქვს და ჩაატოპო. ოდნავ შეიძლება, იცი? აი ოდნავ. ხო, ხო, ხო. აი ის გემო ქონა, იცი? მარწყვს რომ შაქარში რომ მოიტანე ხომ და შაქარში ჩააყენე. ჩააბუჟბუჟებენ, აი მაგისი გემო ქონდა დასაწყისში. მოდი ჩავთვალოთ რომ აქვს გემო და ოდნავ. გადავყავ შემდეგ ტურში. სხვადასხვა ეხა პირშიც რაღაცა ეგეთი გემო დარჩა. რომ დასაწყისში ქონდა, მე ეტა ხახვი არ მქონდეს ნაჭაფი, ამიწინდა. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი ახი თუ მოგეწონათ მსგავსი კონტენტი აუცილებლად დამიკომენტარეთ რომ სალომე აუცილებლად გააგრძელე ეს საქმე, იმიტომ რომ კარგად გამოგდის. მე ველოდები რომ როდესმე გემრიელი საჭმელების პოდკასტში მე მინდა რომ ეს ყველაფერი მოხდეს გრანდიოზულად, ამიტომ ეგეც იქნება ჩემო ირაკლი. ყველაფერი იქნება, გემრიელობებიც იქნება. სიგიჟეებიც იქნება როგორც ესეთი. ბატონო, იბერიას გაბწყინდება და რა ვიცი. მარტო რომ გამოიწერეთ. ამოიწერეთ მეგობრებო სალომეს ალხი. ალხი. ალხიმიკოსია. გაიხალე ჩემო ირაკლი. გაიხალე. ისეთ რაღაცებს მაჭოვებად ვლაპარაკობ, მოხედ. მოკლედ, მადლობა, ძალიან კარგად გავერთე. ნამდვილად საინტერესო კომბინაციები აღმოვაჩინეთ. მართალია, მისგავსებული შეიძლება არ იყოს სხვადასხვა პროდუქტებთან, მაგრამ ხო, ზოგიერთი გავდა და ფინიკი და ის ხო, სნიკერსი აღმოჩნდება ნამდვილად. ირაკლი აღარ მთახდება შემდეგ კოლაბზე, სანამ ხინკალი არ იქნება მთავარ როლში ჩვენს გადაცემაში. ამიტომ დაიმშვიდობეთ ირაკლის, სანამ ხინკლის ეპიზოდი არ იქნება. არა, თანხდები, მაგრამ გასამჯეროდ ვიქავ ამ ხინკალს. მე ძალიან მიყვარს უცნაური გემოები და კომბინაციები, ამიტომ ეს კონტენტი ჩემი საყვარელი კონტენტია. ამიტომ კიდე მოვიფიქრებ რამეს. სამზარეულო და ამიტომ კაი პური ჭამა ჩემი საყვარელი კონტენტია. ამოიწურე შენი ლაპარაკის დრო, კარგად დანევენ. მადლობა თუ წამომაყვირებს ხომ. გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. კოცნით ყველას. ხელ დაუქნიე მეგობრებო.